თქვენ მთავარი და მთავარი ბრძოლები დაგვრჩა. როგორ მოგწონთ დღევანდელი საღამო? დღის ყველაზე საინტერესო ბრძოლის დროს დადგა. ამ რინგს ქალბატონები გაიზიარებენ. რინგზე ვიხმობთ მოკრივეს აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანის 5 გზის ჩემპიონი. უაღრესად გამოცდილი მოკრივე. Lala Matadova. My palms raw, no spotlight glare, just echoes in the wall. While you chase trends, I stack the weight. Each rep a vow, each drop a faith. Fingertips cracked on iron bars, counting breaths like falling stars. No handouts back, no paths retraced. Every scar a medal earned in grace. You think respect is bought with noise? Real names are carved through silent walls. One person luck, 989 grit, zero shortcut. მის წინააღმდეგი ბრძოლებს ქართული ქალთა კრივის სახე საქართველოს სამგზის ჩემპიონი 2025 წლის საუკეთესო მოკრივე თეონა Pirosmanashvili. I doubled the load, slept on the floor where dreams are rolled. Doubt not once, I left it cold. Woke up the fire that won't grow old. No trophy clean, just rusted chain. Forged in the brain, again. You wanted praise, I wanted spine. The kind that stands when worlds decline. Your wins are counted by the crowd's applause. Love, minds etched in bone through broken love. One person love, 989 grit, zero shortcut. წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან ბრძოლას 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მთავარი ბრძოლა 2025 წლის საუკეთესო ქართველი ქალი პროფესიონალი მოკრივე თეონა პიროსმანაშვილი, გულშემატკივრების ნამდვილი ფავორიტი, რომლის საგულშემატკივროდ სავსეა მთელი დარბაზი. დღესდღეობით რინგზე წარდგება გამორჩეული აზერბაიჯანელი მოკრივის ლალა მადათოვას წინააღმდეგ. ეს იქნება ძალიან დაძაბული ბრძოლა, რადგან მადათოვა მართლაც გამორჩეული სპორტსმენია, სერიოზული კრივი აქვს ნაბრძოლი, გამყოფია მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატებზე და ძალიან კარგად შეუძლია ასპარეზობა. რაც შეეხება პიროსმანაშვილს, მას ბევრი აქვს ნანახი, როგორც პროფესიონალურ, ისევე სამოყვარულო კრივში და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. არიჩქარო ჭკვიანურად შეუძლია თეოს ნამდვილად ამ უთულეს ბრძოლაში წარმატების მიღწევა. დავდუქე ნერვებს, ვერ აკონტროლებს მადათოვა.
კრივში არის 2 წუთიანი რაუნდები, მალე დასრულდა. დავინახეთ რომ აზერბაიჯანელი მოკრევე არ ელოდება მინდურ მოქმედებებსაც, თუმცა ეს მოსალოდნელია და ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები, თეონამ უნდა იპოვოს საკუთარი სტილი, საკუთარი გრიმი და შეძლოს ამ ბრძოლაში გამარჯვება. განახლდა მეორე რაუნდი. მადათოვა ძალიან სწრაფია, აშკარად მოძრაობს, ძალიან მოძრავია. მიიმწყდია კუთხეში. ეს არის თეოს შანსი, თავის კარგი ჯარტმა იყო კიდე. კარგი იყო თეონასგან. მაგრამ ეს უკვე ჭიდაობა. კარგი იყო, აი თეო შეგიძლია. ნამდვილად შეუძლია თეონა ფიროსმანაშვილს ამ ბრძოლაში გადატეხოს თავისი მეტოქი. გრძნობს თეონა უკვე თავის სტილს, მადათოვა ჭიდაობს. კარგი ხარ ეგრე. ძალიან კარგად ასპარეზობს თეონა ფიროსმანაშვილი, იპოვა უკვე თავისი კრივი. კლინჩი ძალიან კარგად მოქმედებს. მადათოვას სირბილს საშუალებას არ აძლევს, რაც არის მისი სტილი და ძალიან კარგად მიყავს უკვე ეს რაუნდი. აი შეგიძლია, ნამდვილად შეუძლია თეონა ფიროსმანაშვილს. დასრულდა ეს რაუნდიც, ეს რაუნდი აშკარად თეონას იყო, ორი აზრი არ არსებობს ამაზე. იწყო კიდევ ერთი რაუნდი. ახლა ბრძოლაში კარგაცლა. კარგია თეონა, კარგია იერიშზე აქტიურად არის. მადათოვა დარბის ძირითადად. რომ მიდიხარ თან დაარტყი. აი ეგრე ემუშავე კლინჩში, ძალიან კარგია თეონა ფიროსმანაშვილი. ახლა ბრძოლაში მე ვფიქრობ
Ladies and gentlemen, after 4 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges score this contest 37-40, 37-39, 37-39 for the winner, Teona Pirosmanashvili! Rising up back on the street, did my time to მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის, იმიტომ რომ საკრივო შოუ თქვენს გარეშე არაფერია, აუცილებლად გვჭირდება მაყურებელი. მე ჩემწილად მინდა მადლობა მოუხადო საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, ასევე ბატონ გიორგი კანდელაკს, რომელიც ჩემი სპორტის პირველი დღიდან ჩემს გვერდით არის და მის თვალწინ გავიზარდე. რა თქმა უნდა, ჩემ ორივე დარბას 12 რაუნდს boxing times ორივე გვერდში მიდგას ძალიან მაგრად და მამზადებენ. მათ გარეშე ბრძოლა არ იქნებოდა მოკლედ. ჩემს სპარინგ პარტნიორებს, ვინც ჩემს გამო დარბაზში დადის, ანდრიებო, გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა, ჩემს გამო სკოლასაც დენენ და პარებში მიდგანან. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ნაკრების ტრენერს გაგა თოდუას და ჩემს პირველ მწვრთნელს, რომელმაც საერთოდ სპორტში მომიყვანა. დიდი მადლობა ყველას. ლევან, შენც. ნახვამდის.